მოგესალმებით სოციალისტური პლატფორმიდან და გილოცავთ შობას და ახალ წელს. დღეს ჩვენი პირველი გადაცემა იქნება ამ სეზონზე და იმედი გვაქვს, რომ გავითვალისწინებთ იმ კრიტიკას, რომელიც თქვენგან იყო წამოსული წინა წელს. გამოვასწორებთ, რაც ვერ გავაკეთეთ კარგად. თუმცა მაინც განსახილველი ის იქნება, რა ხდებოდა შარშან და რას უნდა ველოდოთ მომავალ წელს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს კარგს გისურვებთ, მაგრამ არ შეიძლება სიმართლეს თვალი არ გაუსწოროთ და არ თქვათ, რომ როგორც მიმდინარეობს პროცესები, ეს წელი ალბათ უფრო მძიმე იქნება და ერთადერთი ჩვენი იმედი და სახტენი ის არის, რომ ჩვენ უფრო უნდა ვიყოთ უფრო მზად, უფრო მეტი ცოდნით, განათლებით და უფრო მეტი სიმზადით შევხვდეთ იმ ახალ გამოწვევებს, რომელსაც ეს ახალი წელი მოგვიტანს. ამ ყველაფერს არ ვუყურებთ, რა თქმა უნდა, HR-ზე, ვუყურებთ რა ხდება, როგორც დასავლეთ ევროპაში, ისე ჩვენი აღმოსავლეთით, აზიის მხრიდან და ახალი პრეზიდენტი შეერთებული შტატების როგორც ცდილობს, რომ ფაქტობრივად განხეთქილება თავადვე შეიტანოს ამ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, როდესაც მან პრეტენზია გამოთქვა კანადის მიმართ, გამოთქვა პრეტენზია გრენლანდიის მიმართ, ან დანიის მიმართ და ამ საკითხებზე სასაუბროთ დღეს, ეს ძალიან სუპუკად, თავისუფლად, ლაღად ვისაუბრებთ მე და თემურ ფიფია, პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის, გენერალური დივანი. დიდი მადლობა ბატონო თემურ მობრძანებისთვის და მინდა რომ პირველ რიგში დავიწყოთ ჩვენი ტრადიციული იოსებ ბესარიონის ძე სტალინის სიტყვებით და მე მგონი ძალიან მარტივი და კარგი გასაგები იქნება, იმიტომ რომ ახალი წელია და უხსოვარი დროიდან ადამიანები ხვდებოდნენ, რომ მთელი წრე, სამყაროსეული წრე არის ძველი სიკვდილი და ახლის დაბადება. ერთი მხრის დასუსტება და მეორე მხრის გაძლიერება და ამიტომ მინდა ესეთი სიტყვები წავიკითხო. მარქსიზმი არ არის მარტო სოციალიზმის თეორია. ის მთელი სოფლმხედველობაა, ფილოსოფიური სისტემა, საიდანაც ლოგიკურად გამომდინარეობს მარქსის პროლეტარული სოციალიზმი. ამ ფილოსოფიურ სისტემას დიალექტიკური მატერიალიზმი ეწოდება. ცხადია მარქსიზმის დასურათება, ეს დიალექტიკური მატერიალიზმის დასურათება იქნება. რატომ ქვია ამ სისტემას დიალექტიკური მატერიალიზმი? იმიტომ რომ მისი მეთოდი დიალექტიკურია, ხოლო მისი თეორია მატერიალისტური. რა არის დიალექტიკური მეთოდი, რა არის მატერიალისტური თეორია? ამბობენ, რომ ცხოვრება დაუდგრომელ ზრდა განვითარებაშია და ეს მართლაც არის. საზოგადოებრივი ცხოვრება არ არის ერთი რამ მუდმივი და გაყინული, ის არასდროს არ ჩერდება ერთ დონეზე. ის მუდმივ მოძრაობასა და ნგრევაშენების მუდმივ პროცესია. ტყუილად კი არ ამბობდა მარქსი, რომ მუდმივი მოძრაობა და მუდმივი ნგრევაშენება, ასეთია ცხოვრების შინაარსიო. ამიტომ არის, რომ ცხოვრებაში მუდამ არსებობს ახალი და ძველი, მზარდი და მომაკვდავი, რევოლუცია და რეაქცია. იქ უეჭველად მუდამ კვდება რაღაც და ამავე დროს უეჭველად მუდამ იბადება რაღაცა. დიალექტიკური მეთოდი ამბობს, რომ ცხოვრება სწორედ ისე უნდა განვიხილოთ, როგორც ის სინამდვილეში არსებობს. ცხოვრება დაუდგრომელ მოძრაობაშია, მარსა და მე ჩვენი ვალია ცხოვრება მის მოძრაობასა და ნგრევაშენებაში განვიხილოთ. საით მიდის ცხოვრება, რა კვდება და რა იბადება ცხოვრებაში, რა ინგრევა და რა შენდება. აი პირველ ყოვლისა რა კითხვები უნდა გვაინტერესებდეს ჩვენ და ასეთია დიალექტიკური მეთოდის პირველი დასკვნა. აღარ გავაგრძელებ ახლა ამ პატარა ნაშრომს და მინდა რომ ზუსტად აი ამით დავიწყოთ. ჩვენ მთავარი საყრდენი, როდესაც ჩვენ ამ გადაცემას ვიწყებით, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ ყველაფერზე საუბარი, პირველი ჩვენი საყრდენი იყო დაკვირვება დასავლეთ ევროპაზე, ევროკავშირის ადრე მზარდ განვითარებაზე, რომელიც შეფერხდა ნელ-ნელა და ეხლა იწყებს უკან დახევას. ზოგადად ნეოლიბერალური პოლიტიკა, რომელიც პიკში შევიდა 80-იანების ბოლოს და უკვე საბჭოთა კავშირის გრევის შემდეგ ფაქტობრივად გაბატონდა ნეოლიბერალური პოლიტიკა, ნეოლიბერალური ეკონომიკის წესები, ჩვენ ვხედავთ მის შეჩერებას, უკან დახევას და ამავდროულად, რა თქმა უნდა, თავისთავად არაფერი არ ჩერდება, თუ არ დაიბადა რაღაც მეორე და მეორე მხარეს იბადება კომუნისტური, სოციალისტური ჩინეთი, კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით. და მინდა რომ აი თემურ ჩვენს ვისაუბროთ წერ პირველ რიგში შარშანდელი წელი შევაჯამოთ აი ამ გადმოსახედიდან, ამ პერსპექტივიდან. რას ხედავდით ჩვენ შარშან? როგორ იწყო ყდომა დასავლეთ ევროპის ევროკავშირმა, ასე ვთქვათ, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით? როგორ დაიწყო შიგნით განხეთქილებები, დაყოფები, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ჩამოიშორა უდიდესი კონკურენტი ევროპის კონტინენტზე, გერმანია, საფრანგეთი და ფაქტიურად შესვა საკუთარ ძვირადღირებულ ენერგიაზე, თხევად გაზზე. და ამავდროულად როგორ მოძლიერდა აღმოსავლეთის ნახევარსფერო, როგორ გაფართოვდა ის აფრიკის კონტინენტზე,
როგორ შევიდა ის ინფრასტრუქტურული პროექტებით ამ შემთხვევაში გულისხმობ რა თქმა უნდა ჩინეთს და მათ შორის ჩვენთანაც როგორ დააფიქსირა საკუთარი ამბიციები და საკუთარი პრეტენზიები რომ თურმე ჩვენს ამ ერთ სარტყელში უნდა ვიყოთ ჩვენც უნდა გავატაროთ ჩინური ტვირთები სხვათა შორის ევროპისკენ აი მინდა რომ აი ამაზე ვისაუბროთ ეს შევაჭამოთ მოგესალმებელია მოგესალმები ტელემაყურებელს სტალინის ციტატასთან დაკავშირებით მინდა ერთი სიტყვით თქვა რომ აქ საუბრობს ის მატერიალიზმზე და დიალექტიკურ მატერიალიზმზე ის რა თქმა უნდა ეთანხმება დიალექტიკურ მატერიალიზმს და ამოდის მისგან და იყენებს დიალექტიკურ მატერიალიზმს იმისთვის რომ ახსნას გარემომცველი სამყარო ანუ სტალინის არის მატერიალისტი კი ბატონო ეს არის ერთი შენიშვნა რომელიც დაკავშირებული ამ ციტატასთან მეორე ყოველთვის რაღაცა იბადება ყოველთვის რაღაცა კვდება და გარემომცველი სამყარო მუდმივ მოძრაობაში ჩვენ ხედავთ რომ ეს შეეხება საზოგადოებასაც შეეხება დღევანდელ ეპოქას განსაკუთრებით იმიტომ რომ კვდება სისტემა რომელიც გაბატონებული იყო დაახლოებით ასე 30-40 წელია ეს არის ლიბერალური კაპიტალიზმის სისტემა საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ ანუ სოციალიზმის დროებითი უკან დახევა ასე შევაფასებდი ამ პროცესს ამ დაშლას სოციალისტური სისტემისა ამ უკან დახევის ეს ეპოქა წარსულ ბარდება და ჩინეთის კომპარტია და ჩინეთის სოციალისტური საზოგადოება როგორც ალტერნატივა გამოდის ასპარეზზე მანამდე ის დაფარული იყო ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში რადგანაც ჩინეთი გამოდიოდა როგორც შეერთებული შტატების მოკავშირე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ამას თავის მიზეზები ჰქონდა ეს მაო ძედუნის არასწორი პოლიტიკის შედეგი იყო და ხრუშჩოვისაც რა თქმა უნდა მაგრამ ის თუ დაფარული იყო მაშინ დღეს წინ მოდის ჩინეთის საზოგადოება მისი სისტემა რომელიც პრინციპულად განსხვავდება ამერიკული სისტემისაგან და იმ სისტემისაგან რომელიც მოახვია თავს შეერთებულმა შტატებმა ეს არის კაპიტალიზმის ერთ-ერთი კონკრეტული სახე ნეოლიბერალური კაპიტალიზმი და რომელიც თვითონ ამერიკა ანგრევს ამას როგორც სწორად აღნიშნე ტრამპი არის პოლიტიკური ფიგურა და იმ პოლიტიკური ძალების ლიდერი რომელიც ანგრევს აი ამ სისტემას ანუ უბრუნდება დაახლოებით იმ სისტემას რა სისტემაც იყო აღმოსავლელი კაპიტალიზმის პირობებში ანუ შიდა ბაზრის დაცვა პოლიტიკა რომელიც იცავს საკუთარ ინტერესებს საკუთარ ეკონომიკას საკუთარ მრეწველობას საკუთარ წარმოებას ეკონომიკური პატრიოტიზმი და რომელიც ანგრევს აი ამ ერთიან ეკონომიკურ ლიბერალურ სისტემას სადაც თითქოს კი არ სინამდვილეში იყო რა თქმა უნდა საქონლის პროდუქციის კაპიტალის შრომის თავისუფალი გადაადგილება მაგრამ ეს ისე იყო ისეთ სისტემაზე აწყობილი რომ ეს აწყობდა პირველ რიგში შეერთებულ შტატებს და მაღალ განვითარებულ კაპიტალისტურ ზოგადად ქვეყნებს ცენტრალიზებული გახდა ყველაფერი აბსოლუტურად საბოლოო ჯამში მიდიოდა უკვე იმ დიდ კორპორაციებთან მთელი მსოფლიოდან და მე აი კითხვა მაქვს ასეთი თავისთავი ამოწურა ამან თუ უბრალოდ იმდენად მოძლიერდა ეს ჩინეთი ამ შემთხვევაში ხო სოციალისტური ბანაკი დავარქვათ ისევ ახლიდან იმდენად მოძლიერდა რომ უბრალოდ ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა ანუ ეს იყო დაპირისპირებაში შესვლა თუ თავისთავის ამოწურვა პირველ რიგში ჩვენ ახლა ისეთ საკითხებზე ვსაუბრობთ რომელიც თითქოს საქართველოს არ ეხება მაგრამ ეს საქართველოსაც ეხება და ჩვენ შევეხებით აუცილებლად გასული წლის შედეგებს პოლიტიკურ შედეგებს ეკონომიკურს თუ რამე გვაქვს წინსვლა გვაქვს თუ არა წინსვლა საერთოდ 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა გქონია ჩვენი მთავრობის მიხედვით ამათ შევეხებით და ის რასაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ეს რა თქმა უნდა შეეხება საქართველოსაც რაც შეეხება ამ საკითხს რაც ახლა დასვი ილო რა თქმა უნდა ეს არის პირველ რიგში იმ სისტემის კრიზისი რომელსაც ხელმძღვანელობდა შეერთებული შტატები ნეოლიბერალური კაპიტალიზმის კრიზისი და ამ ფორმით წარმოგვიდგება ეს
ჩინეთი მას დაუპირისპირდა როგორც კონკურენტი. ჩინეთი წამოიზარდა, გაძლიერდა, განვითარდა იმ სისტემის ფარგლებში, როგორც კონკურენტი. ჩინეთი იყო თავიდან, ესე იგი, სოციალისტური ქვეყანა, დაახლოებით იმ სისტემით, რა სისტემაც იყო საბჭოთა კავშირში, კაცრად ცენტრალიზირებული სახელმწიფო რეგულირების სისტემით, ეკონომიკის და სოციალურ სფეროში, პოლიტიკა, რომელიც სტალინის შემდეგ განვითარდა საბჭოთა კავშირში, საგარეო პოლიტიკა და საშინაოც მათ შორის პოლიტიკური შეფასებების სტალინური პოლიტიკისა, ეკონომიკისა და სოციალურ სფეროში მისი პოლიტიკისა და ამ შემდეგ ეს შეფასდა როგორც უარყოფითად, როგორც არასწორი პოლიტიკა და სტალინის კულტის კრიტიკა იყო მთავარი ნიშანი მეოცე ყრილობისა, იქ შემოbrunების ყრილობა იყო, დეგრადაციის ყრილობა იყო, რასაც დაუპირისპირდა თითქოს მამო ზედუნი და ჩინეთის კომპარტია და ამან გამოიწვია ჩინეთსა და საბჭოთა კავშირის შორის ურთიერთობების არათუ გაუარესება, შეწყვეტაც კი. და ჩინეთმა არ მიიღო, არ განაგრძო საბჭოთა კავშირმა არ განაგრძო მისი დახმარება და არ ჩინეთმა მიიღო ის დახმარება, რასაც საბჭოთა კავშირი უწევდა მას სტალინის დროს. კერძოდ, ჩინეთს თანამედროვე ეკონომიკა, რასაც ეფუძნება, ეს ინდუსტრიული ეკონომიკაა, ძიმე მრეწველობით და შესაბამისი დარგებით, ენერგეტიკით. ეს ამის საფუძველი, ამის ბაზა შექმნა საბჭოთა კავშირმა სტალინის დროს მოასწრო. და ამის შემდეგ მოხდა, ესე იგი, განხეთქილება და ჩინეთმა არ მიიღო შემდგომ დახმარება საბჭოთა კავშირისაგან და დაახლოებით 20 წელი ეკონომიკური კრიზისისა, რომელიც ემთხვევა მაო ზედუნის მმართველობას სტალინის შემდეგ პერიოდს. ეს 20 წელი დაახლოებით შეიცვალა იმით, რომ ჩინეთი იძულებული გახდა ჭიშკარი ღიად დაეტოვებინა, გაეღო ერთ სიტყვით ამერიკული კაპიტალისტვის, მაღალ განვითარებული კაპიტალისტვის, ის შემოვიდა თავისი საწარმოო ძალებით ჩინეთში, იქ დახვდა რა თქმა უნდა შესაბამის პირობები, რომელიც მათ აწყობდა შეერთებულ შტატებს, იაფი მუშახელი, დაუშვათ იაფი რესურსები და ამ შემდეგ მინიმალური ეკოლოგიური მოთხოვნები და ამ შემდეგ, რაც აწყობდა შეერთებულ შტატებს, ჩინეთმა მიიღო ეს საწარმოო ძალები და შემდეგ ჩვენ ვხედავთ 80-იან წლების შემდეგ აგერ უკვე 40 წელია, 40 წელზე მეტია, ხო, 40 წლის განმავლობაში ჩინეთი, რომელიც არ შეეშვა სახელმწიფო მმართველობას ამ 40 წლის მანძილზე, სახელმწიფო რეგულირებას, დატოვა ეს შიდა ეკონომიკისთვის, მაგრამ შემოუშვა ამერიკული კაპიტალი და ევროპული კაპიტალი, ამ კაპიტალს დაეუფლა და პარალელურად თავისი შესაბამისი დარგები განავითარა და იმ წიაღშივე აღმოჩნდა, რომ ჩინეთი არის მისი კონკურენტი და ერთი მხრივ ნეოლიბერალური კაპიტალიზმი, რომელიც მას მოუარა მთელ მსოფლიოს და დედამიწა მრგვალია, ხო ვიცით ეს? ამოწურვადია რესურსები, მათ შორის შრომითიც, მათ შორის მატერიალური და ამ შემდეგ ამას დაეუფლა და ექსტენსიური განვითარება სად განვითარდეს? მარსზე ხო არ განვითარდება რა? იქ კი შეიძლება, მაგრამ ეს დიდი ხნის მომავლის ამბავია. თვითონ დაუდგა ეს კრიზისული მომენტი ნეოლიბერალური კაპიტალიზმს, მაგრამ მაგ დაემატა რა თქმა უნდა ჩინეთი როგორც კონკურენტი. ეს რა მაინტერესებს და საქართველოს მე მგონი ლოგიკურად გადმოვა ეს ყველაფერი. თუ ვაკვირდებით და აქ ვისაუბრეთ ჩინეთმა რო აირჩია ეს თითქოს ეს შუაშისტური პოზიცია თან კაპიტალთან მეგობრობა და თან სახელმწიფო რეგულაციები. ზუსტად იგივე მოგწონდა ჩვენ რა მოსწონთ ჩვენს აი მე მარცხენა ლიბერალურ წრეებს ევროპაში. ევროკავშირში ხო რომ აი ყველაფერი კარგად აქვს, დალაგებული აქვს შეერთებულ შტატებთანაც, ნატოს წევრები არიან, მაგრამ ამავდროულად აქვს ისეთი პოლიტიკა მიღებული, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც შერიგების პოლიტიკაზეა დაფუძნებული, ანუ კლასებს შორის შერიგება ერთად დასმა, იგივე ფაბრიკების მაგალითი რო ავიღოთ, როდესაც მუშები დირექტორთა საბჭოში სხედან. მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ალბათ ესეც უნდა გამოჩენილიყო უკვე ეს ნათლად, ამ პოლიტიკამაც არ გაამართლა. ანუ ის შუაშისტური პოლიტიკა, რასაც ევროკავშირი ამ შემთხვევაში ახორციელებდა, ხო, ხედავთ რომ როდესაც დადგა გადაწყვეტილების მიღების საჭიროება
უსაფრთხოება თუ სოციალური პოლიტიკა მოუწიათ გადაწყვეტილება მიიღოთ უსაფრთხოების მხრივ. რამაც გამოიწვია რა თქმა უნდა კრიზისი და ის ჩამოიშალა საფრანგეთის მთავრობა ბიუჯეტის დამტკიცების ვერ შეძლების გამო, ჩამოიშალა გერმანიის მთავრობა იგივე პრობლემის გამო, ზუსტად როდესაც ბიუჯეტი ვერ დამტკიცდა და ფინანსთა მინისტრს მოუწია სამსახურის დატოვება შესაბამისად მთელი კოალიცია ჩამოიშალა ამ ფინანსთა მინისტრის წასვლის შემდეგ და ხვდებით ისევ აი ამ დიქოტომიაში დავჭრით, აღარ არსებობს შუაში ეს სოციალურად სამართლიანი ევროპა, რომელიც თან ნატოს ხოლგის ქვეშ არის, ანუ დაერჩია ერთი, ანუ აერჩია მეორე და დარჩა ისევ მხოლოდ წმინდად მემარჯვენე კაპიტალისტური შეერთებული შტატები და კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით ჩინეთი. აი აქ გადმოდის უკვე ჩვენთანაც ეს ძალიან ესეთი ანარეკლი ეს პრობლემა, ხო ჩვენ სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყეს მე მგონი შემთხვევით შეპარვით დაიწყეს ევროკავშირის კრიტიკა, რომ აი თურმე არ ყოფილა ევროკავშირი ესეთი კარგი. იქამდე არ შეიძლებოდა, როგორც ამბობენ, წმინდა ძროხა იყო, დასავლეთის კრიტიკა იყო ფაქტიურად ღალატთან გაიგივებული ნებისმიერი სახის კრიტიკა. კი შეიძლება პირად საუბრებში, სალონურ საუბრებში ეთქვათ, რომ კი, რა თქმა უნდა, ხა შეერთებული შტატები ანგელოზი არ არის იგივე რას აკეთებს იქ პალესტინაში, როგორ ეხმარება იქ სირიაში რა აკეთა, ლიბიაში რა აკეთა. ამ სალონურ საუბრებში გეტყოდნენ, მაგრამ საჯაროდ როგორც ჩვენ ვხედავთ და ამ სიმართლეს თვალს უსწორებთ და ვცდილობთ, რომ ჩვენმა მაყურებელმაც, გულშემატკივარმა თუ კრიტიკოსმაც ამ სიმართლეს თვალი გაუსწოროს და ამიდან გამომდინარე როგორც აქაც წერია, ხო, ანუ უნდა დაინახო სამყარო ისეთი როგორიც არის. ყველზე ვერ ააგებ შენს ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას, ხო? სამყარო არის ესეთი, გამოწვევა არის ესეთი და შესაბამისად ვიმოქმედოთ ასე. ჩვენთან როგორ გადმოითარგმნება, როგორ ფიქრობთ ეს ყველაფერი? ჩვენც უნდა ავირჩიოთ უკვე კონკრეტული გზა ამ მხარეებს შორის, უნდა ვიყოთ ან დასავლეთთან ახლოს, ან კომუნისტურ, სოციალისტურ ჩინეთთან, თუ ჯერ კიდევ არის ჩვენაირი პატარა ქვეყნებისთვის თქვენი გადმოსახედიდან აი შუაშისტობის დრო და ადგილი. შუაშისტობაში გულისხმობთ ალბათ ყველაფერს. იმას რომ ევროპას შუაშისტობა ევროკავშირი და კარგი ცხოვრება, როგორც კარგი ცხოვრება, ნატოც უნდა ეს აქ ჩვენთან. რა თქმა უნდა. ევროპას შუაშისტობა კი არ უნდა და ევროპას სოციალური სამართლიანობის და სოციალური სახელმწიფოს ცნება კატეგორია მანამდე არ არსებობდა 30-იან წლებში. თუმცა 20-იან 30-იან წლებში იგი იყო ნიშნები, რომ ესე იგი ისე მშრომელთა ბრძოლის შედეგად და გაერთიანების შედეგად იმ ევროპის ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში წინ წამოვიდა აი ეს პოსტულატები, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ყველასთვის. არა მხოლოდ ბიზნესისთვის, კაპიტალიზმის, არამედ ყველასთვის, მათ შორის მშრომელებისთვის. და ეს განხორციელდა ომის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირმა დიდი როლი შეასრულა, გადამწყვეტი როლი შეასრულა ფაშიზმის დამარცხებაში, ფაშიზმისა, რომელიც იყო კაპიტალიზმის ნაშობი, კაპიტალიზმის ერთ-ერთი სახე, ფორმა და შეიქმნა სოციალისტური სისტემა. მანამდე მხოლოდ საბჭოთა კავშირი იყო, როგორც ცალკე აღებული სოციალისტური ქვეყანა პირველი მსოფლიო ისტორიაში. ომამდე 1941 წლამდე 45 წლამდე 45 წლის შემდეგ თანდათანობით რამოდენიმე წელიწადში შეიქმნა სოციალისტური სისტემა. ეს იყო ახალი მოვლენა მსოფლიო ისტორიაში. ახალი ძალიან თვისებრივად ახალი მოვლენა. და ამ სისტემის წარმოშობამ იძულებული გახალდა ევროპა გამختارიყო ის შუაშისტი, რომ იქ განეხორციელებინა ეგრეთ წოდებული სოციალური სამართლიანობა არ არქმევენ, აი როგორ თქვი, სოციალური სახელმწიფო, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა საზოგადოების დიდი უმრავლესობის ინტერესები, კერძოდ მშრომელთა ინტერესები. ეს იყო გათვალისწინებული კიდევაც. თავიდან ასარიდებლად იყო, რომ ეს კრიზისები და დაპირისპირებები შეემცირებინათ, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებს უნდა და ევროპასაც უნდა და ევროპის კაპიტალსაც სჭირდებოდა, რომ საბჭოთა კავშირი და მისი ინერცია, რომელიც გაწითლების საშიშროება რეალური იყო უკვე ომის დასრულების შემდეგ. შიგნით ჰქონდათ პრობლემები პოლიტიკური, იყო ძალიან ძლიერი გამოსვლები, საბჭოთა კავშირის ავტორიტეტი იყო ძლიერი, სოციალისტური სისტემის ძლიერი ავტორიტეტი იყო ძლიერი, აქედან გამომდინარე იძულებული გახდა ბურჟუაზია ევროპის
რომ წასულიყო პროგრესულ სოციალურ რეფორმებზე. პროფკავშირების როლის გაძლიერებაზე, რომელიც გამყარდა კონსტიტუციურად კანონებში, გაიწერა კანონებში ძალიან ბევრი სოციალური ახალი გარანტია, ეს ჯანდაცვის სფეროში იქნებოდა ეს თუ შრომით უფლებებში და ეს მიღწეული იქნა თანდათანობით დაახლოებით 30 წლის მანძილზე და 70-იანი წლების მეორე ნახევრამდე, როცა ჩვენ ვხედავთ ნეოლიბერალური კაპიტალიზმის, რეიგანიზმის და ტეტჩერიზმის მომძლავრებას უკვე 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან. იქიდან იწყება დღევანდელი ნეოლიბერალური კაპიტალიზმის სათავეს იღებს აი იმ პოლიტიკის შეცვლიდან, რომელიც შეიცვალა ამერიკის და ინგლისის გავლენით მერე ევროპაშიც. და ჩვენ დღეს ვხედავთ ევროპაში რა ხდება ამ კრიზისს და ამერიკაში მანამდე განხორციელდა ეს 30-იან წლებში განხორციელდა კაპიტალიზმის კრიზისი, რომელიც საერთო კრიზისი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 29 წელს 29-33 წლებში, 1929-33 წლებში, აი ამ კრიზისის პასუხი იყო სახელმწიფო რეგულირების ძლავრი სისტემის ამოქმედება პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში და კაპიტალიზმმა გამოიყენა ეს თვითონ სახელმწიფო რეგულირების სისტემა. იქ რომ ფინანსები, რესურსები კაპიტალისა, ბანკები, საბანკო რესურსები იქნება ნებისმიერ ეს რესურსები იყო მიმართული ადგილზე სამუშაო ადგილების ოქროსრული ექსპროპრიაცია იყო ხალხისგან პლუს პოლიტიკა. ოქროსრულად ამოიღეს და გაამყარეს ვალუტა. ამით. ექსპროპრიაცია იყო და ექსპროპრიაცია არ იყო ბავშვად ბანკების კაპიტალის, მაგრამ მისი მართვა იყო. ანუ ის რჩებოდა მის საკუთრებაში, მსხვილი კაპიტალისტის, მსხვილი მონოპოლიების საკუთრებაში რჩებოდა ის, მაგრამ მას არეგულირებდა სახელმწიფო ერთიანი ინტერესებიდან გამომდინარე. ანუ ის იყო და არც იყო იმ მომენტში იმ მონოპოლისტისა, იმ კაპიტალისტისა, იმ ბანკისა, ის ბანკი. აი რა გჭირდება ჩვენ საქართველოში დღეს. მინიმუმ ეს გჭირდება, რომ ის რესურსები, ის ბანკები, რომელიც საქართველოშია, საქართველოს ბანკი დაუშვათ, TBC ბანკი, კიდე რომელია ეს ლიბერტი რატო კი არ ვიცი. ლიბერტი თავისუფლებას ნიშნავს და მონობის და ესე იგი სოციალური წინააღმდეგობების და სოციალური გაჭირვების მიზეზი სწორედ ბანკებია დღეს საქართველოში, რომელიც მართავენ აი ამ სისტემას, ფლობენ ამ სისტემას, არ ქმნიან ამ სისტემას, ამ ანტიხალხურ სისტემას, კაპიტალისტურ, რომელიც საქართველოშია. მათი რეგულირება საჭირო. აი ქართული ოცნება ჩვენ ამას თავაზობთ, რომ მოხდეს დაახლოებით იგივე რეფორმები, რაც მოხდინა თავის დროზე შეერთებულ შტატებში რუზველტმა. გააკეთეთ ეს. გააკეთეთ თქვენივე ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენ ხო კაპიტალისტები ხართ. აი პარლამენტში ვინც ახართ, ახალ პარლამენტში. სულ ყველა კაპიტალისტები ხართ. ფულიანები. ბევრი ფული გაქვთ. ან ბანკირებიც ხართ იქა. თავრობაში ყველა ბანკირი ხართ, ყველა კაპიტალისტი ხართ. თქვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, გააკეთეთ ისე, რომ მოხდეს თქვენი რესურსების რეგულირებადი ერთიანი გეგმის მიხედვით მართვა, სადაც იქნება სხვა პარამეტრებიც, კერძოდ იქნება საერთო პარამეტრები, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე განვითარების ის პარამეტრები, რომელიც შეეხება მთელი ქვეყნის ინტერესების შედის და არა ცალკეული ბანკების, ბიზნესმენების და ბიზნესების ინტერესებში. ეს ზოგად დახასიათება ასეთი, ზოგადი. და კონკრეტულად შეიძლება რა შეიძლება გაკეთდეს, რა მიმართულებით. დაუშვათ ბანკების სფეროში. რატომ არ შეიძლება დაუშვათ სახელმწიფო საბანკო სისტემის დაარსება საქართველოში. მე არ ვამბობ, ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ექსპროპრიაცია მოხდეს. თუმცა სამართლიანი იქნებოდა. იმ ბანკების ნაციონალიზაცია მოხდეს, რომელიც არის საქართველოს ბანკისა, ლიბერტი ბანკისა, TBC ბანკისა, TBC ბანკი, რომელიც მოღალატებრივ საქმიანობას უწყობს ხელს პირდაპირ და საქართველოს დაღუპვას. არ ვამბობ, როგორც თქვენ ბოჟე უპასი, მაგრამ ამ ბანკების, ამ რესურსების რაღაცა ერთიან გეგმაში, რაღაცა კი არა, სრულიად კონკრეტული ერთიანი გეგმის მიხედვით მართვა აუცილებლად უნდა მოხდეს. ამ ბანკების, ამ ფინანსური რესურსების მოქცევა უნდა მოხდეს რაღაცა მიზნების გარშემო, კერძოდ ადგილობრივი წარმოების გაძლიერების, აღდგენის, მაღალ ტექნოლოგიური წარმოებების დანერგვის და განვითარების მიმართულებით უნდა მოხდეს მათი ფინანსურების გახარჯვა ისე რომ ისევ მათ დაუბრუნდეთ ის
მოგება, რა თქმა უნდა, წლების შემდეგ. რასაც აკეთებდა შეერთებული შტატები თავი, რასაც აპირებს, რომ გააკეთოს ტრამპის ადმინისტრაცია ახლა. რასაც ბაიდენსაც მოუწია დაეწყო, ჩაეყარა საფუძვლები, როდესაც საუბრობდა, რომ ტაივანიდან უნდა დავაბრუნოთ. დავაბრუნოთო და იქ ხო, იქ საფუძველი ჩაუყარეს მაღალ ტექნოლოგიურ წარმოებებს, ის რაც ამერიკას არ ქონდა, რაშიც დაუშვათ ჩინეთმა კონკურენცია გაუწია, რომ ადგილზე მოხდეს და იქ სახელმწიფო რესურსებია იქ ჩადებული. სახელმწიფო რესურსებია იქ ჩადებული. ეს რა მაინტერესებს, ანუ როდესაც ასეთ საუბრებში ვართ, ხოლმე ჩვენ ხო ახლა ყველანაირი ადამიანი გვისმენს, ყველა მხარეს მდგომი ადამიანი გვისმენს და ყველას თავისი რა თქმა უნდა აზრი გააჩნია და ეს ისე ისმის ხოლმე მათი გადმოსახედა, რომ ჩვენ უბრალოდ ერთი მხარეზე ვსაუბრობთ, იქ მეორე მხარეც არსებობს, მესამე მხარეც არსებობს. მინდა რომ ის განვარტოთ და ნათლად გამოჩნდეს, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია რეალურად ამ რესურსების მობილიზება ერთიანად და საერთო გეგმაში მოქცევა. ქაოტურად განვითარებაზე თითქმის ყველა მაიღო ხელი გარდა ჩვენაირი ქვეყნებისა და ჩვენც ავიღეთ, ჩვენც ეს ყველაფერი დავიწყეთ ზუსტად იმათი მოთხოვნებით, იმ ქვეყნების მოთხოვნებით და თავისი მათი ინსტიტუციების მოთხოვნებით, მსოფლიო ბანკი იქნება თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი იქნება, რომლებიც თავად თვითონ ამ ასე აღარ მართავენ საკუთარ ეკონომიკას. ისინი თავად თვლიან ყველაფერს, უზით ყველანაირი კლასის წარმომადგენელი საკუთარ წარმოებებში ითვალისწინებენ, ცდილობენ ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად გაითვალისწინონ და შეარიგონ ეს კლასობრივი ინტერესები, მოახდინონ რაღაც ჰარმონიზაცია ასეთთვის და გამოსდიოდათ კიდეც აქამდე. და როდესაც ამას პარალელურად აკეთებდნენ, ჩვენ პარალელურად გვეუბნებოდნენ, რომ არა, თქვენ უნდა მიუშვათ ყველაფერს თავისი კალაპოს თვითონ იპოვის ეს მდინარე, რაც ამ შემთხვევაში ნეოლიბერალური კაპიტალიზმი იყო საქართველოში და გრევის და ძარცვის მეტი მე მგონი არაფერი უმრავლესობისთვის არ მოუტანია, რა ვიცი, ვინმე თუ შემედავება იმაზე და რაიმე თქვენს კი ახსენეთ, ახლა სტატისტიკაში დაგვიწერეს, რომ აი ორციფრიანი ზრდა გვაქვს ეკონომიკის, ხო, მაგრამ რეალურად რამდენმა ადამიანმა დაკარგა სახლი, რის ხარჯზე გვაქვს ეს ზრდა? კი, აი სახლი დაკარგა, თავისით მდინარე კალაპოს პოულობს, მაგრამ შენ თუ ის არ დაარეგულირე, მოხდება ის რაც მოხდა შოვში. გახსოვთ ხო რაც მოხდა შოვში? ეკედან თიდან მოწყდა მთას, აირია იმაში, წყალში და წაიღო შოვი და დიდი ტრაგედია დატრიალდა. დაახლოებით იგივეა, იგივეს აქვს ადგილი ეკონომიკის სფეროში. სხვათა შორის ეს სრულიადაც არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ჩვენთან ქაოტურია ეს. ქაოტურია ფასები, ქაოტურია დაუშვათ და თავისუფალი დინებაშია ფასები და კონკურენცია და შემდეგ. შეიძლება საერთო გეგმაც კი არსებობს გარკვეული, რომელსაც საზოგადოებას არ აცნობენ. გეგმა იმაშია, რომ მათ ძალიან კარგად აქვს დაგეგმილი ის, ვინც ხელში არის ეკონომიკა მთლიანად ბანკების ხელშია დაუშვათ რა მუშაობს საქართველოში. ენერგეტიკის სფერო მუშაობს, ხო? რაღაცა რამოდენიმე საწარმოა, რომელიც ექსპორტზე ორიენტირებული და წიაღისეულის ექსპლუატაციაზე წევა ცოცხალძალასთან ერთად ჭიათურაში, ტყიბულში, ოქროს საბადოები როა დაუშვათ და სხვა საწარმოები, რუსთავის მეტალურგიული იქნება თუ სხვა. კიდევ რა მუშაობს? წარმოების სფერო. ვერც ვერაფერს ვერ ჩამოთვლის ის სერიოზულს, ხო? ხო და ეს ყველაფერი, აი ეს რაც მუშაობს, ამათ ბანკები და შემდეგ ამათ გათვლილი აქვს დავიანთი მოგება რამოდენიმე წელზე. 5-10 წელიწადზე. დაუშვათ იმპორტი, ნავთობპროდუქტების იმპორტი. ვიღაცის ხელში ხო არის, რამოდენიმე ხელშია ეს. პროდუქციის იმპორტი, ნებისმიერ პროდუქცია, აი კვების პროდუქტები ავიღოთ, მაღაზიაში შევიდეთ. ნებისმიერში და ალბათ ნახევარზე მეტი კი არა, 80% იმპორტულია ჩვენი კვების. ყველის ჩათვლით, ჩაის ჩათვლით, ზეთის და ასე შემდეგ, ის რაც შეიძლება, ზეთი კი არ შეიძლება ვიწარმოთ, თუმცა კახეთში აწარმოებენ მას, მაგრამ აი დაუშვათ ისეთი პროდუქცია, რომელიც პამიდორი, კიტრი, კარტოფილი და ასე შემდეგ, რომელიც წარმოებაც ახაც შეიძლება, მაგრამ იმპორტულია, ხო? ვინც აკეთებს ამ ვიღაცა ხო აკეთებს ამ იმპორტს, მე და შე ხო არ ვაკეთებ თან ღარიბი ხალხი არა, სოფლებში ვინც არის და ქალაქის უბნებში რო არის, ღარიბ უბნებში ხალხი, ქალაქელები, ღარიბი ხალხი ხო არ აკეთებს ამას. აკეთებენ სხვილი ბიზნესმენები, ბანკები. მათ გათვლილი აქვს და დაგეგმილი აქვს თავიანთი მოგება და ერთმანეთში აქვს შეთანხმებული, ვის რომელი სფერო ეკუთვნის და როგორ ეკუთვნის.
და სრულიად დაგეგმილია ეს ფასებიც. ბენზინის ფასები რა კონკურენტულია, შეთანხმებულია. ერთიანი ორგანოც კი აქვს, გაფორმებულიც კი არის ისა. რომელიც არეგულირებს ამ ფასებს და იცავს მათ ინტერესებს. აი როცა მსოფლიო ბაზარზე რო ძვირდება რა საწვავი არა და ესენი რო უცებ აძვირებენ, მე რო იაფთება და იმაზე არ ჩამოდის არასოდეს. ამას ვინ აკეთებს? თვითონ არ აკეთებენ, ერთმანეთში ათანხმებენ. ერთმანეთში თანხმდება ნებისმიერი პროდუქტის ფასები, რომელიც იყიდება აი ამ მაღაზიებში. აი მან მივედით უკვე ძალიან საინტერესო საკითხი. ჩვენ ახლა ვახსენეთ, რომ თურმე გეგმა არსებობს, ეს ადამიანები უჭკუები არ არიან და არც აღარ აბრალებს, რომ უჭკუები არიან და უჭკუოდ აკეთებენ. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ აკეთებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. და შევდივართ ისეთ კრიზისში, სადაც მათი ინტერესები და საერთო საზოგადოებრივი ინტერესები უკვე გადამწყვეტ დაპირისპირებაშია ერთმანეთთან. ან ერთმა უნდა გაიმარჯვოს, ან მეორემ უნდა გაიმარჯვოს. და აი აქ შემოდის უკვე პოლიტიკური პარტიების როლი. ხო ხარ წარმომადგენელი ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკური პარტიის და აი მაინტერესებს ამ შემთხვევაში თქვენი ხედვა, თქვენი პარტიის ხედვა. თქვენ როგორ საერთოდ ჯერ საგარეო ურთიერთობების საკითხს როგორ ხედავთ აი ჩინეთთან? იგივე ბრიქსის ალიანსთან, მოდით ვთქვათ, ხო, ეს არის უდიდესი ალიანსი, რომელიც მზარდია. მისი ტენდენცია და ისევ თუ დავესესხებით დიალექტიკურ მატერიალიზმს, როდესაც კვდება და ასე ვთქვათ, უკან იხევს შეერთებული შტატების და ევროკავშირის, წამყვანი ევროკავშირის ქვეყნების ნეოლიბერალური პოლიტიკა, ძლიერდება ამასთან ერთად ამ დიდი ქვეყნების, წარმოებელი ქვეყნების, რაც თავარია და არა ძირითადად სპეკულაციებით დაკავებული, იგივე ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, ამ ქვეყნების გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე. აი მაინტერესებს თქვენი პარტიის პირველ რიგში საგარეო ხედვა, ეს როგორ ითარგმნება შემდეგ ჩვენთან, ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობაზე და შემდეგ ჩვენს პოლიტიკურ ელიტასთან რა სახის ასე ვთქვათ, დაპირისპირებაში შედის თქვენი პარტიის ინტერესები, როგორ ხედავთ აი ამ დაპირისპირებების გადაჭრის გზებს? ჩვენი საკითხი ამოვწურეთ, რასაც ჩვენ შევეხეთ. რა ხდება მსოფლიოში, რა ტენდენციებია ახალი და რატო არის ეს ტენდენციები? სად ჩანს სოციალიზმის აუშვათ ძალების გაძლიერება და მისი პერსპექტივები მსოფლიოში? აი ჩვენის არ ამოგვიწურია ჯერჯერობით და ჩვენი პარტიის ეს არის ცალკეული საკითხი, უფრო კონკრეტული ვიწრო საკითხი, რომელიც რა თქმა უნდა იმ დიდი საკითხიდან გამოდის და ჩვენი პარტიის პროგრამა არ არის ჯერ დამტკიცებული სამწუხაროდ, თუმცა კონტურები ჩვენი პროგრამისა არსებობს, შეთანხმებული ვართ პოლიტიკურ საბჭოში ამ კონტურებთან დაკავშირებით. საერთო კონტურები ასეთია, რომ აუცილებელია ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების როლის გაზრდა. აუცილებელია სახელმწიფო სისტემების შემოტანა პარალელურად ეკონომიკის სფეროში და სოციალურ სფეროში. მე რას გულისხმობ, აი თუნდაც საბანკო სფეროში, ის რაც გააჟღერა ერთ-ერთმა დეპუტატთა ჯგუფის ლიდერმა ფრიდონინჯია პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან, რომ საჭიროა სახელმწიფო ბანკის შექმნა საქართველოში. ჩვენ ვამბობთ, ერთი ბანკი კი არ უნდა იყოს, საბანკო სისტემა უნდა იყოს სახელმწიფო შექმნილი და შევიდეს კონკურენტულ აი ამ ურთიერთობაში კერძო საბანკო სისტემასთან ერთად. რომ ეროვნული ბანკი, რომელიც დამოუკიდებელია მთავრობისგან, მის უნდა გაჩაძდეს გარკვეულ ჩარჩოებში და ის უნდა მოემსახუროს არა უბრალოდ ინფლაციის რო არ გაუშვას ზემოთ და ინფლაციის კონტროლს, არამედ რომელიც არის თავისთავად ეს ტექნიკური მხარეა. რატო უნდა იყოს რატო არ უნდა იყოს ინფლაცია თუ ის საჭიროა? არის მომენტები, როცა საჭიროა ინფლაციაც. ანუ შენი პოლიტიკა ინფლაციის შეზღუდვისა ზღუდავს ერთდროულად შიდა ეკონომიკის განვითარებას, სტიმულირებას და ასე შემდეგ. და ის საერთო რაღაც სისტემის ნაწილი უნდა იყოს ეს ინფლაციის მიმართ პოლიტიკა და არა ცალკე აღებული. ეროვნული ბანკი უნდა დაექვემდებაროს მთავრობას და მთავრობის მიერ ესე იგი დამტკიცებული ეკონომიკური პოლიტიკის, გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ბერკეტი უნდა იყოს მთავრობის ხელში. ესაა ჩვენი პარტიის პოზიცია. ჩვენ გვჭირდება სოციალურ სფეროში, ჯანდაცვის სფეროში
ყველგან კი სადაც გავიხედავ პარალელური სახელმწიფო სისტემები. დაუშვათ ჯანდაცვის სფერო ავიღოთ, სადაც ბიუჯეტის ძალიან დიდი სერიოზული ასე იგი ნაწილი მიდის ჯანდაცვაში. ხო, ინფრასტრუქტურაში მიდის, რო შევხედოთ ბიუჯეტს ახლა 25 წლისა, თავარი ხარჯვითი ნაწილი არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჯანდაცვის სფერო, განათლება, არმია, აი ეს. ჯანდაცვა არის ერთ-ერთი და სოციალური დახმარებები, ერთ-ერთი მსხვილი. და აი ეს ფული, უმსხვილესი ჩვენივე ფული, ჩვენი მოქალაქეების ფული, დიდი ნაწილი ისე იხარჯება, რომ ის ხარჯება კერძო სტრუქტურების მიერ, ჯანდაცვის სფეროში. კერძო საავადმყოფოებია, სისტემებია კერძო შექმნილი. არა მხოლოდ საავადმყოფო, პოლიკლინიკა, საავადმყოფოა, აფთიაქია, დაუშვათ წამლები, ერთი სისტემა ამ კურნალობს კიდევაც საავადმყოფებს, ექიმების ექსპლუატაციის ხარჯზე, ექთნების და ფერშლების. კურნალობს წამლებს თავის შემოტანილ წამლებს, ასმებს თავის დამზადებული წამლებს, ზას, რომელიც თავისივე აფთიაქში იყიდება, კერძო სტრუქტურები. და მოგება რომელიც გათვალისწინებულია ჩვენივე ბიუჯეტით, მათ თვის ძალიან დიდი სერიოზული მოგება ეს მიდის მათ ჯიბეში. რატო უნდა მივცე მე მოგება იმ კერძო სტრუქტურას ჯანდაცვის სფეროში? წამლით გამდიდრებული და ავადმყოფოზე გამდიდრება საერთოდ უნდა გამოცხადდეს როგორც დანაშაული. ეს სისხლის სამართლებრივი დანაშაული უნდა იყოს. ხო ვართ ჩვენ სოციალური სახელმწიფო კონსტიტუცია ამით იწყება. როგორ შეიძლება წამლით გამდიდრება უღარიბეს ქვეყანაში? წამლის გაყიდვით გამდიდრება? ეს უნდა იყოს აკრძალული და ეს უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი დანაშაული. ამ სფეროში სახელმწიფო სისტემა უნდა შეიქმნას იგივე დავესესხები ფრიდონ ინჯიეს, რომელიც ასევე მაღალი ტრიბუნიდან პარლამენტზე გამოვიდა ამასთან დაკავშირებით და თქვა დააყენა ეს საკითხი, რომ საჭიროა ჯანდაცვის სფეროში ერთი მსხვილი სახელმწიფო საავადმყოფო მაინც რომ უნდა იყოს და შესაბამისად მე ესე იგი მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება და ცენტრალური საავადმყოფო იქნება, როცა აშენდება და როცა წყობში შევა, ეს იქნება სახელმწიფო უმძლავრესი სტრუქტურა, რომელიც რა თქმა უნდა დადებით ცვლილებებს შეიტანს აი ამ ბაზარზე. აი ჩვენი პოზიცია, ჩემი პირადად ყოველ შემთხვევაში როგორც პარტიის გენერალური მდივანისა ესაა და პარტია მე მგონი გააზიარებს იმას, რომ წამლებით გამდიდრება არ შეიძლება. სააფთიაქო სისტემა იყოს კი ბატონო კერძო, მაგრამ იყოს კერძოს პარალელურად სახელმწიფო სააფთიაქო სისტემაც. სახელმწიფომაც გააკეთოს იმპორტი წამლებისა და სახელმწიფო მოახდინოს ეს ძვირადღირებული წარმოება, რა თქმა უნდა, მაგრამ ხო შეუძლია ავერსი ხო აკეთებს წამლებს, სხვა ისინი ხო აკეთებენ წამლებს ამ სფეროში, ვინც გამდიდრდა ხალხის ხარჯზე. მათ სხვათა შორის აწყობთ, რაც მეტი კიბოიანი იქნება, რაც მეტი ავადმყოფი იქნება, რაც მეტი ესე იგი დაავადებული იქნება, რაც მეტ ფულს ამოიღებენ, რაც მეტი ავადმყოფი იქნება, მით მეტი იქნება მათი მოგება. აი მოგების ინტერესი რა არის ჯანდაცვის სფეროში. ეს არის ანტიადამიანური პირველ რიგში და ეს უნდა გამოცხადდეს კანონ გარეშე, რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა შევიდეს ამ სფეროში, სახელმწიფო სისტემა, სადაც მოგების ინტერესი არ იქნება გამორიცხული იქნება. თავისთავად გამორიცხული იქნება მოგების ინტერესი. ეს უკვე დიდი შვება იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის და შესაბამისად სხვა სფეროებში ჩვენ კონკრეტულად შეგვიძლია დავასახლოთ. დაუშვათ ნავთობპროდუქტების იმპორტი, ბენზინის იმპორტი დაუშვათ. ვინ აკეთებს იმპორტს? ყველა კერძო სტრუქტურა. რატო არ აკეთებს სახელმწიფოს, რატო არ აქვს ეს იმპორტს აკეთებენ? იმპორტირებული აი ეს საწვავი მიდის ისევ კერძო თავიანთ გასამართ სადგურებში, ისიც კერძო სისტემაა. შვენივრად აწყობილი სისტემაა, ხო? ავიღოთ სახელმწიფომ აი ამ ბიზნესმენებისგან, აი ამ პატიოსანი ხალხისგან, აი ამ ნიჭიერი ხალხისგან მაგალითი და ის შვენივრად აწყობილი სისტემა იმპორტიდან დაწყებული, დისტრიბუციით დამთავრებული, გაყიდვით დამთავრებული, გააკეთოს სახელმწიფომ. შევიდეს, მე ხო არ ვამბობ, ჩვენ არ ვამბობ ექსპროპრიაციას. თუმცა ეყოთ, რაც გამდიდნენ 70 წლის მანძილზე. ჯერ სააკაშვილზე რას ამბობდა, ოცნება ჩვენ გვახსოვს, ხო, რომ 1 ლარიო იმისი არისო. მე გაძვირდა 3 მაგი გახდა ბენზინის ფასი. რატო არ უნდა იყოს ოცნებას მიმართავ სახელმწიფო სისტემა აი ამ დარგში? ბენზინის იმპორტის დარგში, იმპორტის მიმართულებით. მე შემიძლია გითხრათ დაახლოებით ერთი კორპორაცია, სახელმწიფო კორპორაცია, იგივე სტრუქტურით, იგივე დანიშნულებით, რასაც აკეთებს დაუშვათ ნებისმიერი
ავიღოთ ნებისმიერ ლუკოილი დავშოთ, რუსულს მივადგები, რომ არავინ არაფერი დამბრალდეს. ძალიან კარგად აქვს ზუსტად ეს დალაგებული სახელმწიფოს, რომ აბრალებს და სწორადაც აბრალებს. არსებობს ესეთი ლისაბონის შეთანხმება. მე პირადად რატომაც ასე ძალიან ვაკრიტიკებ ხოლმე ევროკავშირს. ლისაბონის შეთანხმებით ფაქტიურად ნეოლიბერალიზმის სრული ინექცია მოხდა ევროკავშირის ქვეყნებში. ეს შეთანხმება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრძალავს უბრალოდ ზედა მარჟას უყენებს, რამდენის დახარჯვა შეუძლიათ პირდაპირ სახელმწიფოს კონკრეტული საქმისთვის. მაგალითად, ხიდის აშენების უფლება ძვირიჯდება, ან გვირაბის. ტენდერის გარეშე არ აქვს ევროკავშირის სახელმწიფოებსაც უკვე. ხიდის, გვირაბის, დიდი გზების, ინფრასტრუქტურული პროექტების, ანუ უნდა გამოაცხადონ ტენდერი და შემდეგ კერძო კორპორაციას მისცენ ეს ტენდერი. ანუ ლისაბონის შეთანხმება პირდაპირ ამას აიძულებს ევროკავშირის ქვეყნებს, რომელსაც ჩვენს თუ ასოცირების შეთანხმებას დაუჯერებთ, ფაქტობრივად შეერთებული ვართ ამაზე. ანუ ჩვენც როგორც ძალიანაც რომ მოგვინდეს, ხო, ფაქტობრივად ვარღვევთ ჩვენი ასოცირების და ევროკავშირთან ურთიერთობის შეთანხმებებს, როდესაც თუ გადაუწყვეტთ ჩვენ, რომ ჩვენი ხარჯებით ჩვენ თვითონ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მაგალითად ხიდის, გზის აშენებას, ან თუნდაც საბინაო პოლიტიკის შექმნას. საბინაო პოლიტიკასაც თუ შექმნი, იქაც კერძო კომპანიას უნდა მისცე შენ ფული, რომ იმან აგიშენოს ბინები და მე შენზე ისევ ფული იშოვოს შენ გაჭირებულ ხალხზე. ეს არის ალბათ ერთ-ერთი უდიდესი კრიტიკა, რომელიც ჩვენ როგორც სოციალისტებმა მემარცხენეებმა უნდა წაუყენოთ ჩვენს პოლიტიკურ კლასს. და ასევე რა თქმა უნდა ევროკავშირსაც, ხო, ვისაც ახლა მოწონს ევროკავშირი და გონია რომ იქ არის წმინდა სოციალური სახელმწიფოები და სოციალური სახელმწიფო და კეთილდღეობა, უნდა იცოდეს რომ იქ ევროკავშირმა დიდი ხნის წინ დათმო, ну ძალიან დიდი ხნის წინ არა, მაგრამ 2000-იან წლებში ევროკავშირმა დათმო ყველა ის სიკეთე, რომელიც აი ახლა მოუწიათ უკვე. აი ახლა მოვიდა ეს პერიოდი, როდესაც მოუწევთ ამის მაშინ დათმეს და ახლა ხდება ამ დათმობის რეალიზება, რა? ახლა ხდება ახლა, აი მაგალითად ავიღოთ ირლანდიის საბინაო კრიზისი. ირლანდია ქაღალდზე უმდიდრესი ქვეყანაა ქაღალდზე, იმიტომ რომ თავისუფალი სავაჭრო ზონა არის, ფაქტიურად როგორც ეძახიან ეს საგაცխო სისტემების სამოთხია, ესე ეძახიან იმებს. და ქაღალდზე იწერება რომ ეს არის უმდიდრესი ქვეყანა, მაგრამ იქ არის ისეთი საბინაო კრიზისი, რომ ახალგაზრდობა ტოვებს, უბრალოდ ბინას ვერ იყიდი. არის ძალიან დიდი გადასახადები, როდესაც მე პატრონე ხარ ბინის და ფაქტიურად ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ, გაიზარდნენ თაობებით აი ამ კონკრეტულ სახლებში, უბრალოდ ახლა უსახლკაროდ რჩებიან. უწევთ გაქცევა იქ გერმანიაში, ინგლისში, ავსტრალიაში, შეერთებულ შტატებში. და მაგრამ ქაღალდზე რო დახედვა, აი ჩვენი თქმისა არ იყოს, ხო? ჩვენივად მიდის საქმე, გეუბნება ქაღალდი. გეუბნება მსოფლიო ბანკი, გეუბნება საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომ ყველაფერს აკეთებ კარგად. ევროპაში არის გარკვეული სოციალური გარანტიები, მაინც ვერ დაიხევენ უკან. იმას ვერ დაუბრუნდებიან, რაც იყო მეორე მსოფლიო ომამდე. ის რა საზოგადოება წინ რომ მიდის, აი პროგრესის გზაზე ვითარდება და ასე იყო და ასე მოხდება კაცობრიობის ისტორია თავიდანვე ასე იყო, რომ პროგრესულად ვითარდებოდა. დავაზუსტოთ რომელ ქვეყნებში. ევროკავშირს არ გააჩნია საერთო ჯანდაცვის სისტემა, არ გააჩნია საერთო საპენსიო სისტემა, არ გააჩნია საერთო სახელმწიფო სისტემა. ევროპის მასშტაბის? კი, არა, გასაგებია ეს არ გააჩნია. ხო, ევროკავშირის მასშტაბით ერთიანი ჯანდაცვის სისტემა, ერთიანი დაუშვათ აი საბინაო პოლიტიკა და შემდეგ არ არსებობს, მაგრამ რაღაცა პარამეტრები ხო არის? რაღაცა პარამეტრები დაუშვათ საფრანგეთში, დაუშვათ ცალკე აღებულ გერმანიაში, ცალკე აღებულ დაუშვათ სკანდინავიის ქვეყნებში, შვეიცარია, შვეიცარია, ნორვეგია ეს ცოტა სხვა გზით განვითარდნენ, მაგრამ დაახლოებით იგივე შედეგამდე მივიდნენ, რაც გერმანიაში, საფრანგეთში. დაუშვათ გერმანიაში არის უფასო უმაღლესი განათლება, ხო? საფრანგეთშიც უფასო დანდაცვი, გარკვეული სადაზღვევო სისტემა არის იქ, სკანდინავიის ქვეყნებში ასე უფასო ჯანდაცვა, უფასო განათლება, საკმაოდ მოწინავე დაუშვათ შვეიცარიაში, ხო? და სოციალური დაცულობა, ერთიანი მინიმალური ხელფასი და ასე შემდეგ. პროფკავშირების მაღალი უფლებებია გერმანიაში, როგორც აღნიშნე, რომ კერძო კორპორაციას, მმართველი ორგანოში აუცილებლად ეს გერმანიის კანონმდებლობით იქ
აუცილებლად ესე იგი ის იძულებულია რომ ყავდეს პროფკავშირის წარმომადგენელი ანუ კოლექტივის სხვა ის არის საბჭო არის ხო მუშათა საბჭოაც არის რომელიც წარმომადგენელი უნდა იყოს იქ ანუ მინიმუმ შრომელთა კოლექტივს სიტყვა ეთქმის და ინფორმირებულია ფინანსურ მხარესთან დაკავშირებით კორპორაცია აი რა უნდა გააკეთონ იმათ ტყიბულში ეგ რო გამოდიან რომ მინიმუმ ის მაინც უნდა იცოდნენ ფინანსური მდგომარეობა რამდენია მოგება ხარჯი როგორია რას რამდენს რაში ხარჯავენ და ასე შემდეგ ხო აი ეს პლუსები რაც ევროპაში იყო და რაც არ იყო მანამდე არა იმ მანამდე მდგომარეობას ვერ დაუბრუნდებიან თუმცა უკან დახევას ჩვენ ხედავთ რა თქმა უნდა ხედავთ რომ ნაბიჯ აი ეს სოციალური გარანტიები რომელიც მოპოვებული იყო როგორც აღნიშნეთ 40-იან წლებიდან დაწყებული მეურნეობა 50-იან 60-იან წლებში გასული საუკუნისა და 2000-იან წლებში ის გაგრძელდა მისი მკვეთრი გაუარესება ვერ მოხდება ეს გამოიწვევს იქ პოლიტიკურ კრიზისს რასაც იწვევს უკვე იქ თუმცა იქ როგორც იტყვიან აი ასე არის აი ანუ კონსერვატიზმის გზით ხდება სოციალიზმის შემოbrunება, სოციალიზმის მოbrunება, აი ნეოლიბერალური პოლიტიკის უარყოფა მოხდა კონსერვატიზმის მეშვეობით. ანუ ეგ ლოგიკურიც არის, ხო, ჯერ უნდა მოხდეს პროლეტარიზაცია. და არა პირდაპირ სოციალისტური ძალების მიერ. თითქოს სოციალისტური ძალები იმ ბანაკში არიან, იმ ნეოლიბერალურ ბანაკში. მემარცხენე ძალები იქ აღმოჩნდნენ. გერმანიის მმართველი ძალა ვინ არის დღეს? სოციალ-დემოკრატიული პარტია. რომელიც მარქსისტული იყო თავის დროს. ნეოლიბერალურია. ინგლისში ლეიბორისტული ის არის, ხო? დღეს. ლეიბორისტული. ხო, ესეც ხომ მარცხენე პარტია სინამდვილეში ლიბერალურ პოლიტიკას ატარებენ. აი აირია ყველაფერი ერთმანეთში აიზილა და ამანაც დააბნია სხვათა შორის მოსახლეობა ყველგან და ჩვენი ახალგაზრდობა რომელიც აია გამოდის აი ევროპა რომ უნდა. სინამდვილეში ის უნდა ის სოციალიზმი უნდა. იქ, მაგრამ იქ ვერ არკვევს იმას, რომ ის რაც სოციალისტურია იქაა, ანუ ის რაც პროგრესულია იქ, იმათ ჩვენთვის ის კი არ უნდათ. პირიქით. ჩვენს ხარჯზე უნდათ ის, რომ კრიზისები დაძლია. ხო, და რეალურად ესეც მოხდა. და უარყოფითი ავიღოთ 2008 წლის კრიზისების, ხო? გერმანიამ და საფრანგეთმა ფაქტიურად პორტუგალიის, იტალიის, ირლანდიის და საბერძნეთის ხარჯზე გადალახეს კრიზისები. გაავალიანეს ის ქვეყნები, ხო? ასე მოხდა ამ კრიზისის დაძლევა, როდესაც გერმანია 2008 წლის კრიზისია. 2008 წლის კრიზისია. ნუ კი ეს კაპიტალიზმის ჩვენთან უარესი იქნება. კაპიტალიზმის ის არის წესია ასეთი, რომ ვიღაცა უნდა გადაყლაპო. რო შენ გაძღე, ვიღაცა უნდა ეს ქვეყნების გადაყლაპა მოხდა. გერმანიის მიერ მოხდა ჩაყლაპეს საბერძნეთი და დაძლიერეს აქედან გამომდინარე 2008 წლის კრიზისი, 8-10 წლების კრიზისი, რომელიც მსოფლიო კრიზისი, საერთო კრიზისი რაც იყო 2008, რასაც მოსდევს დღეს ეს პერმანენტული კრიზისი დღემდე გრძელდება. კი ბატონო. რასაც მოყვა მე ესე იგი 2016 წელს ტრამპის მოსვლა შეერთებული შტატების სათავეში და ჩინეთთან დაპირისპირება ზუსტად იმის გამო რომ მიხვდა რომ შეერთებული შტატების მარტო ტრამპი ხო არ არის იქ მის გარშემო მთელი ის არის პოლიტიკური კლასი. ხო მიხვდნენ რომ ჩინეთ თუ არ მოიშორებენ როგორც კონკურენტს, ჯერ ერთი როგორც კონკურენტს და მერე რომ თუ არ დაეუფლებიან მათ რესურსებს და რუსეთის რესურსებს განსაკუთრებით. აი ამ სისტემის პარალელებში ვერ იფუნქციონირებენ იმ სისტემის პარალელებში რომელშიც ისინი დღეს არიან. და აი 2008 წლის კრიზისი მოყვა ეს ყველაფერი. და იმ კრიზისის მომენტში, იმ კრიზისში რა თქმა უნდა გერმანია მისი გააკეთა რომ ესე იგი საბერძნეთის ხარჯზე გადალახა გარკვეულწილად თავისი აღსასრულის ვადა გადასწია და აღსასრული მაინც მოდის გერმანიისა თუ დროზე არ მიხედეს თავის ეკონომიკას ეს აღსასრული უკვე შეერთებული შტატებიდან წამოვიდა ანუ უფრო დიდმა ვეშაპმა მოუნდომა მას გადაყლაპა კი ბანო აი ზუსტად ამას თვითონ საბერძნეთი გადაყლაპა მაგრამ მოადგა ეგერ შეერთებული შტატები ამას გერმანიას და მოუწყო უკრაინამ რუსეთის ომი შეერთებულმა შტატებმა რატო იმიტომ რომ თანდათანობით დაათმობიეს იაფი გაზი იაპონ ენერგო რესურსი რომელზეც იდგა გერმანიის ეკონომიკა თავარი კონკურენტული უპირატესობა ეს იყო მისი ერთ-ერთი მთავარი
ეს იყო მისი და ეს მოუსწრო რა. და მეორე ჩინეთთანაც იძულებული გახადეს რომ ეკონომიკური კავშირები შეეწყდა ჩინეთთანაც. იმიტომ რომ ჩინეთში ხდებოდა ძალიან ბევრი მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი გერმანიიდან, რომელიც ჩინეთს ჭირდებოდა თავის მანქანებში, იმაში, ავტომშენებლობაში და სხვა დარგებში. და აი ძალიან საინტერესო არის და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე რომ შევხედოთ ტენდენციებს, ხო? და 2000 წლის სტატისტიკას რომ 2000 წლის ვამბობ, სტატისტიკას რომ შევხედოთ, მსოფლიოს უდიდესი კორპორაციების, წარმოებელი კორპორაციების 40%-ზე მეტი იყო ევროკავშირი. 40%-ზე მეტი. ნუ საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, ხო? და უკვე 2024 წლისთვის 19%-ამდეა ჩამოსული. მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში მხოლოდ წამყვან ქვეყნებს, ანუ გერმანიის და საფრანგეთის კორპორაციები. 40%-ზე მეტიდან ჩამოსულები არიან 19%-ზე. ანუ ეს ტენდენცია თავიდანვე ეუბნებოდა, ასე რომ სიგნალი იყო და ნიშანი იყო ამ ქვეყნებისთვის, რომ ისინი კარგავდნენ დიდ სამუშაო ძალას და დიდ წარმოებით პოტენციალს. რომელიც ახლა უკვე აი ამ მომენტში როცა დადგა და სჭირდებათ თანხების გადანაწილება, ბიუჯეტის დამტკიცება ისე რომ თან შეინარჩუნონ ის სოციალური წესწყობილება, რომელიც აქვს და რომელსაც ვსაუბრობთ და თან ამასთან ერთად დააკმაყოფილონ შეერთებული შტატების მზარდი ინტერესი, რომ ნატოსთვის გადაისროლონ მეტი თანხები. და აი ამ კრიზისების დანახვა მათ შეეძლოთ თავიდანვე, თუ ეს რა თქმა უნდა და იქ იყვნენ მემარცხენე პარტიები, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ეს ყველაფერი დაენახებინათ, მაგრამ სამწუხაროდ საზოგადოებას საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საზოგადოებაში მოხდა სრული დემონიზაცია სოციალისტური, მემარცხენე, კომუნისტური მოძრაობების. და ამიტომ აი თქვენ როგორც აღნიშნეთ, ახლა კონსერვატორების ასაღები გახდა ეს დროშა ხელში. ეს ლოგიკური ერთადერთი მხრიდან იმიდან არის, რომ ჯერ უნდა მოხდეს ისევ პროლეტარიზაცია, უნდა გააძლიეროს შენი შიდა პოლიტიკა, შიდა წარმოება, როგორც თქვა ახსენეთ, ხო, ეკონომიკური პატრიოტიზმი ეს წმინდად კონსერვატიული მოვლენაა ეხლა. ამ შემთხვევაში. ზუსტად AfD გერმანიაში, იგივე მარინ ლე-პენი საფრანგეთში, ტრამპი ამერიკაში ისინი ცდილობენ რომ დადგნენ მხარდაჭერაზე ამ შრომელი მოსახლეობის. ხო? და ადგილობრივი მშრომელი მოსახლეობის და ცოტა შეგისწორებდი. ამას უწევს თან კი ბატონო, შემისწორ უბრალოდ დავამთავრებ, ამას უწევს თან წმინდად ანტიიმიგრაციული პოლიტიკა. ხო, ბევრი იქ არის, ბევრი მოთხოვნა ის წინააღმდეგობები, რომელიც კაპიტალისტურ ამ საზოგადოებებშია, მათ შორის მიგრაციის პრობლემა. მიგრაცია სხვათა შორის კაპიტალი ჭირდებოდა, რა თქმა უნდა. როცა განვითარების ფაზებში 2008 წლამდე მათ ჭირდებოდა, რა თქმა უნდა, იაფი სამუშაო მუშახელი, რომელიც შემოუშვა ევროპამ თავის ქვეყნებში შემოუშვა და ეს იყო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე რეალიზებული პოლიტიკა მაშინ. და დღეს კრიზისის პირობებში მუშახელი უკვე აღარაა საჭირო, ხო, და ანტიმიგრაციული ტენდენციები ამიტომ გაძლიერდა და ეს დროშა ხელში აიღეს კონსერვატორებმა, მაგრამ გერმანიაში მარტო კონსერვატორების ხელში არ არის ეს ტენდენცია, არის ესეთი მემარცხენე ძალისა, როგორცა სარა ვაგენკნეხტი. ყოველთვის მიზნელდება ამ გვარის სარა ვაგენკნეხტი. ხო, ქარბატონი, რომელიც დაიბადა აღმოსავლეთ გერმანიაში, თავის დროზე სტალინელობდა და კომუნისტობდა. და დღესაც არ უარყვია მაინც და მაინც. კი, აკრიტიკეს და ცოტა ისე თქვა, რომ მე მთლად ისეთი არ ვიყავიო, სტალინელიო, მაგრამ უარი არ უთქვამს. ბევრ რაღაცა ისე დადების შეფასებაზე. სტალინური პოლიტიკის, სტალინური ეკონომიკისა, სტალინური პოლიტიკისა. და დღეს გამოდის როგორც მემარცხენე ძალის წარმომადგენელი, გერმანიის მემარცხენე პარტიის წევრი იყო ის, ბუნდესტაგის წევრიც იყო და მოხდა მისი იზოლირება პარტიის შიგნით. გერმანიის მემარცხენე პარტია დელინკე, რომელიც იყო პროგრესული თავის დროზე, მაგრამ თანდათანობით მოხდა მისი დეგრადაციაც ასევე. ეს იყო ნატოს მოწინააღმდეგე პარტია, რომელიც გამოდიოდა სოციალური სამართლიანობის იდეით
და ну სხვადასხვა ლიბერალური მომენტებიც ჰქონდა დაუშვათ LGBT-ის მომხრეა ის პარტია, ხო? და იყო თავის დროზე ძალიან ისეთი საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ის ინარჩუნებდა აი ამ ყბადაღებულ პოზიციას მემარცხენეების და ევროპელების, ევროკომუნიზმის და ევროპელი მემარცხენეების, რომ ეს სტალინური დიქტატურა და რა ტერმინია ეს ჟურნალისტური ტერმინი რო არის, ესე იგი ყველაფერს რო აკონტროლებს თვითონ ტოტალიტარული, ესე იგი საზოგადოება სტალინური ტოტალიტარიზმი და 30-იანი წლების მილიონობით დახვრეტები და ამავდროულად აი ეს აქ დელინგეს, მაგრამ იზოლირება მოხდა სარასი და სარამ თავის სახელი დაარქვა ახლა პარტიას, რომელიც გამოდის დაახლოებით იგივე მოთხოვნებით, კერძოდ AfD-სთან ერთად, ანუ უკიდურესად მემარჯვენე მოძრაობა, რომელიც გამოდის მიგრაციის წინააღმდეგ. იქ გამოდის გარკვეული სოციალური გარანტიების აღდგენის მომხრეა და რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მომხრე, იგივე მოთხოვნებით გამოდის სარაც. იგივე მოთხოვნებით. და გამოდის, რომ ძალიან ბევრ საკითხებში ერთმანეთს ეთანხმებიან, აი ეს უკიდურესად მემარჯვენე და უკიდურესად მემარცხენე პარტია. ხო, მარცხნივ წახვალ თუ ძალიან წახვედი, მარჯვნივ მოხვალ და მარჯვნივ თუ წახვედი ძალიან, მარცხნიდან ამოხვალ ეს. ხო, ეს მომენტია და იმის თქვა მინდა, რომ ევროპაში, შეერთებულ შტატებში კონსერვატიზმის დროშით ხდება ნეოლიბერალური კაპიტალიზმის, აი ნეოლიბერალური პოლიტიკის უარყოფა. როგორც აღნიშნე, შრომელთა ინტერესებიდან კი არ გამოდიან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ლინკეს იმისი სარას გამოკლებით მე შევადარე AfD-ს, AfD გერმანიაში. ნაციონალური მოძრაობა ლეპენის საფრანგეთში. ბარდელარი, ხო ახლა, ესე ახალგაზრდა ლიდერი, რომელიც სხვათა შორის AfD-სგან განსხვავებით რუსეთის მოწინააღმდეგეა რუსეთთან და უკრაინის მომხრეა მომში. იტალიაში ვინც არის ახლა მართველი? მელონი. უნგრეთში ვინც არის ახლა მართველი? ბატონო, კონსერვატორია. ავსტრიაში გაიმარჯვა, ახლა უკიდურესად მემარჯვენე პარტიამ ეთყობა მთავრობის ფორმირება მის მიერ მოხდება და ასე შემდეგ ამერიკაში. კონსერვატორები ამათმა უარყვეს ნეოლიბერალური პოლიტიკა, ეს ძირითადი, აი გენერალური ხაზი იმ პოლიტიკისა, რომელიც ბატონობს მსოფლიოში დღეს. ამათმა უარყვეს, მაგრამ ესენი სულ ყველა იცავენ საკუთარი მსხვილი კაპიტალის ინტერესებს. ეროვნული ეგრეთ წოდებული პირობითად ვთქვათ, ეროვნული კაპიტალის ინტერესებს და მხოლოდ ამ კაპიტალიდან ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება ამ პრიზმიდან იცავდეს ის ადგილობრივი მშრომელის ინტერესი. აი მხოლოდ აი ამ პრიზმით. ამაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ აი მემარცხენეებში, ლიბერალ მემარცხენეებში ეს იკითხება ხოლმე, რომ აი მემარჯვენეები არიან ეს მაინც და შესაბამისად ისინი მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავენ და თუ ჩვენ მარტო დავვრჩით საქართველოს ვისაუბროთ მხოლოდ ამ შემთხვევაში და დავამოვიყენოთ ეს დარჩენილი დრო. თუ ჩვენ მარტო დავვრჩით ახლა ევროკავშირის გარეშე ქართულ ოცნებასთან, ეს ნიშნავს იმას, რომ აი ეს დამყარდება ტოტალიტარული რეჟიმი, რაღაც ტოტალიტარული დიქტატურა, მონაგონი იქნება ეს 90-იანები თუ სააკაშვილის რეჟიმი, ისეთ რაღაცებს გააკეთებენ, თუ ესენი გაიმყარებენ პოზიციებს. აი ამ პოზიციებს. ეს ვერა ქართული ოცნება? ხო, მემარცხენეები, ჩვენი ლიბერალი მემარცხენეები, აი ამ პოზიციიდან უყურებენ. ნუ რა თქმა უნდა, იქიდან მეორე მხრიდან რომ თუ არ იმას არ კითხულობენ და არ ხედავენ, რომ იქიდანაც ნეოლიბერალიზმი გებრძვის, მით უმეტეს თან ძლივობით მორყეული ნეოლიბერალიზმი უკვე სუსტდება, ასეთი გებრძვის. და როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ჩვენი პოზიცია ამ დროებითი ტაქტიკური, რა თქმა უნდა, მხარდაჭერის არის ზუსტად ის, რომ ერთი მხრივ ომის საშიშროების წინაშე დგახარ, ფაშისტური რევანშის წინაშე დგახარ, ხო? და ნუ საქართველოს თუ არ იარსებებს, მე სოციალიზმი რა ვიცი, ვისთვის ვამყარებ მაშინ სოციალიზმს. ხო. ჩვენთან ასეთი სიტუაციაა, რომ მოხდა მემარცხენე ძალების მარგინალიზაცია, რაც შეეხება ლიბერალ მემარცხენეებს, ვის გულისხმობ. კი ვიცი, მაგრამ ისინი არ ჩანან, ისინი არ არიან, აი ოპოზიციის ავანგარდში ისინი არ არიან. ისინი
ოპოზიციის ოპოზიციურ ძალებში ცადეს, მაგრამ ვერ იქნებიან, ხო, ისინი ეს არის დაუშვათ მოძრაობა ხმა, ხო ასე? რომელიც მათ უჭერს ხარს. პირველად ჩვენ თავს ვიკავებდით, გარკვეულ მიზეზებს მე არ შევიკავებ თავს და ვიტყვი რომ მოძრაობა ხმა ეს არის ახალგაზრდების მოძრაობა, რომელსაც ხარს უჭერს სტუდენტური მოძრაობა, 17 მაისის სტუდენტური მოძრაობა დაუშვათ. აი და გარკვეული ავტორიტეტი მე გააჩნია, რა თქმა უნდა, მოიპოვეს თავიანთი ბრძოლით დაუშვათ მუშათა პროფკავშირების უფლებების სოციალური სამართლიანობის, სოციალური უფლებების მემართულებით დამსახურებები გააჩნიათ, მაგრამ დღეს მათ ხარი დაუჭირეს აი ამ ლიბერალურ ოპოზიციას, ფაქტიურად ოცნების დამარცხებას და ფაშისტური ხელისუფლების რესტავრაციას საქართველოში. რა თქმა უნდა, პირდაპირ არ ამბობენ, ხარ ამას უჭერენ მხარს, მაგრამ ახლა ბანკებთან რომ მიხვალ და გვერდში დამიდექიო ეუბნები. აი ბანკს რო ეუბნები, მარცხენა გვერდში დამიდექ, ანუ ერთი წლის წინ რო ავოდი რომ ბანკები უნდა დავწვათო და ეხლა მიდიხარ და ეუბნები რომ აი გვერდში დამიდექი რომ ეს მთავრობა მოვიშორო. ანუ რისი იმედი უნდა გქონდეს ამ შემთხვევაში ბანკისგან ერთი. არა, ბანკისგან უნდა გქონდეთ მაგის იმედი, რა თქმა უნდა, დაუშვათ განსაკუთრებით TBC ბანკისგან. ისინი დაუდგება TBC ბანკი დაუდგება მათ ხარში, რომ ქართული ოცნება დაამხობს. და მეორე ანტიკონსტიტუციური გზით, სხვა გზით ვერ დაამხობს. და მეორე რაც ძალიან მაინტერესებს, ამიტომ რომ ამას მე ხშირად ამას უკვირდები ხოლმე რა. პარალელი არის ეს. მაგრამ შენ ხას უსვამ ზუსტად იმას, რომ შენ მემარცხენე ხარ და ბანკთან მიდიხარ. ხო. რისთვის რომ გვერდში დამიდექიო აი ამ ცუდ საქმეში, რასაც ქვია ფაქტიურად ლიბერალური რეჟიმის რესტავრაცია დაახლოებით იმ რეჟიმისა, რაც იყო მიშა სააკაშვილის დროს. და 2013-ში ამ პარალელს ვავლებ ხოლმე. 2013-ში მოხდა ნოემბერში ეს თირამე, განხეთქილება პროფკავშირებში, ჩამოიშალა ერთი მთლიანი ვერტიკალი პროფკავშირების უკრაინაში. რამაც მერე გამოიწვია სრულად პოლიტიზირება, ბანაკებად დაყოფა მუშათა მოძრაობების და ფაქტიურად ახალი სისხლი შემატა მაშინდელ მაიდანს. რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა, იმიტომ რომ მუშტი კრივზე გადასვლა იქიდან დაიწყო. იმიტომ ხა მუშა ისეთი კაცია, რომ თუ თავი მართალი გონია, გიქნევს ეგრევე ხელს. ხო, ეს არ არის პოლიტიკოსი, რომელიც დაგიждდება და გელაპარაკება. მშრომელი კაცია, მართალი გონია თავი, ეწინააღმდეგები და გადავიდნენ უკვე მუშტი კრივზე და დაიწყო ის, რაც დაიწყო. ჩვენთანაც ეს საშიშროება ძალიან მკვეთრად დადგა. როდესაც ჩვენთანაც ერთ-ერთი პროფკავშირების დარგი მიუვარდა ცენტრალურ პროფკავშირებს და ნუ რა თქმა უნდა კრიტიკა ბევრი გვაქვს პროფკავშირებს, როგორ შეიძლება ნეოლიბერალურ საქართველოში პროფკავშირების კრიტიკა არ ხდეს, ჩვენ დავაზუსტოთ, უნდა ვისგულისხმობ ცენტრალურ პროფკავშირებში. ანუ ცენტრალურ პროფკავშირებში ვინ არის მის ხელმძღვანელი დავასახელოთ, იმიტომ რომ პეტრიაშვილის პროფკავშირთან მივიდა თავისივე დარგის, ევროპის სხვა დარგს. თავისივე წევრი ერთ-ერთი რომელიც ასევე დარგის ლიდერი იყო, აგრარული დარგის და გაუმართეს აქცია. ნუ, იქამდე არ ახსოვდათ შეიძლება რომ აი ოლიგარქიასთან მეგობრობ თუ ესეთი ხარ თუ რუსულთან, აი ახლა ამ მომენტში გაახსენდათ, ხო? და ეს არის მაინის სცენარის ერთ-ერთი მცირე ნაწილია. მცირეა რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ მუშათა მოძრაობაში თუ აი ამ მომენტში შევიდა განხეთქილება და ბანაკებად დაყოფა და პროევროპელებად და პროამერიკელებად და ასე შემდეგ დაყოფა, ეს გადაზრდის ამ ყველაფერს ძალიან უკონტროლო სიტუაციაში, რაც მოხდა უკრაინაში. ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ აქციის სურათებიც რო ჩართოთ, ხო? სადაც სოციალური მოთხოვნა გაჟღერდა და აბრა იყო სოციალური მოთხოვნის, გვერდზე იყო ნატოს დროშა. ანუ დარწმუნებული ვარ ძალით გაუკეთეს. ძალით გაუკეთეს, რომ აი მაქსიმალურად თან გაეშავებინათ და თან შემდეგ უკვე გაუგზავდნენ, რა ვიცი, ვიღაც მაკეინის ინსტიტუტს თუ ვიღაცას ამ იმას კადრებს, უბრალოდ რომ ვიღაცა მემარცხენეები კი არ არიან, ჩვენი მემარცხენეები არიან, მაგის საჩვენებლად იყო. რა ძალიან სამწუხაროა ჩემი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ეხლა არის დრო, როდესაც პირიქით უნდა მოხდეს შიდა ორგანიზება, მოძლიერება მუშათა მოძრაობის, უნდა გამოხდეს განსაზღვრა ამ ინტერესების და არა ქაოტურად გამოსვლა და ეხლაც ასაც აპირებენ, რომ უწერიათ ერთი ვისფიცავენ დირექტორი და მუშა ხელსაკიდებული გამოდით და გაიფიცეთ და ვისეფიცებიან ვერ გამიგია, მაგრამ ასე იგი შეუერთდნენ აი ამ კამპანიას, გაფიცვების საერთო კამპანიას, რომელსაც ხელმძღვანელობს ლიბერალური ოპოზიცია, რომ თან გამოყავთ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.
კი ბატონო. ხელოვნურად მოაგროვებენ სახეობებს გამოიყვანენ, მოაგროვებენ რამოდენიმეს აუშვათ სხვა პროფესიის წარმოადგენლებს გამოყავთ. ბუღალტრები გამოვიდნენ. ხო. IT-შნიკები გამოვიდნენ. IT-შნიკები და შემდეგ. ამათ შეუერთდა აი ეს მემარცხენე ეგრეთ წოდებული ორგანიზებულ ძალად მუშათა მოძრაობა არ გამოდის. რაც კარგია, მაგრამ ცდელობა იმის რომ ჩვენ ქაოტურად ეხლა დროა აი ჯერთ ქაოტური გაფიცვა ეს არის ყველაზე ცუდი რამე მუშათა მოძრაობას რაც შეუძლია ძლივს რაღაცას რომ შეგოწიწდნენ, ისე შეგოწიწდნენ თუ ესე შეგოწიწდნენ. ეხლა ამათი ქუჩაში გამოყვანა ესე ქაოტურად ყოველგვარი სოციალური მოთხოვნების, საკუთარი მოთხოვნების დაყენების გარეშე ევროპისთვის და ევროპის დროშით ეს ფაქტიურად გაანადგურებს ნდობას მუშათა მოძრაობების მიმართ. გაანადგურებს ყველანაირ პერსპექტივას კიდე დაახლოებით 10-15 წლით გადაწევს იმის მაგივრად რომ ეხა ჩვენ ამათ და პირდაპირ ვიტყვი იმით მაგივრად რომ მუშათა მოძრაობამ აცადოს ეხლა რომ სისხლისგან ერთმანეთი დაცალონ და მოძლიერდეს თვითონ როცა მომენტი მოვა რომ ძლიერად იდგეს ცდილობენ რომ ბანაკებად დაყონ გადაუნაწილონ ბანაკებად და პირიქით სისხლის შემატონ აი ამ დესტრუქციულ პროცესებს. ფაქტიურად მუშებს მოუწოდებენ იმისკენ, რომ დამყარდეს ფაშისტური დიქტატურა საქართველოში. დიქტატურა, რომელიც დემოკრატიის ყოველგვარ ნიშანს წაშლის. დემოკრატიის იმ ნიშნებს, რომელიც დღეს არსებობს. თუნდაც ჩვენ აქ რო ვზივარდობ, საუბრობთ ამ საკითხებზე, ეს არის ნიშანი იმისა, რომ დღეს დემოკრატია ბურჟუაზიული გაგებით არსებობს ქართული ოცნების პირობებში. ქართული ოცნების დამხობის პირობებში ჩვენ ვიღებ დაახლოებით იმ დიქტატურას რომელიც იყო სააკაშვილის დროს, ეს იყო ამინდა შევაშინო ხალხ, მაგრამ უარეს მივიღებთ, იმიტომ რომ ეხლა პროცესები სხვანაირია, ეხლა გვერდზე ომი გაქვს. ეხლა გჭირდება წმინდად ფაშისტური რეჟიმის დამყარება, შენ თუ გინდა აკონტროლო აქ სიტუაცია. და ის გააკეთებინო საზოგადოებას, რაც გინდა. უკრაინაშია ასეთი რეჟიმი დღეს, როცა აკრძალულია პარტიები, როცა აკრძალულია თავისუფლება, ტელევიზია და არის გაუქმებული აქვთ, იმიტომ რომ უნდა აწარმოონ. და არის გახსნილი აშკარა ტერორისტული დიქტატურა. როცა ქუჩებში კლავენ პირდაპირ ადამიანებს, რომლებიც გამოთქვამენ პოლიტიკურ ოპონენტებს. რაც ჩვენ გქონდა მიშას დროს. აი ამისგან მოუწოდებენ ფაქტიურად დღეს მუშებს. ის ხალხი, რომელიც გაფიცვისგან მოუწოდებენ მუშებს არა თავისი ინტერესების დასაცავად, იხელფასების დაუშვათ მოსამატებლად, ან სხვა სოციალური გარანტიებისთვის ან პენსიების ასამაღლებლად, ან 1000 ის არის ეკონომიკური მოთხოვნები, ხო, რომელიც თვითონ მუშას ეხება, მუშის მდგომარეობას გააუმჯობესებს, აი ადამიანური სამედიცინო დაზღვევისთვის, რომელიც შეუძლია გაუშვათ გააკეთოს ნებისმიერ კორპორაციამ თავისი თანამშრომლებისთვის. ან საბანკო ვალდებულების შემცირებისთვის, უამრავი რამე. ხო, ვალდებულებების შემცირებისთვის, სხვადასხვა ბანკებსაც შეუძლია ეს გააკეთოს ადამიანური დაზღვევა არ აქვს სამედიცინო თანამშრომლებს, რომლებიც ინტენსიურ ექსპლუატაციას განიცდიან საბანკო დაწესებულებებში და რეესტრებში, სხვადასხვა სახელმწიფო რეესტრებშიც და ასე შემდეგ. ხო, ამისკენ კი არ მოუწოდებენ, არამედ მოუწოდებენ გამოდით, გაიფიცეთ, როგორც აი ეს ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლები და გადავატრიალოთ ეს ხელისუფლება. და დავამყაროთ ჩვენი ხელისუფლება, რომელიც არის აი ისა, რომელიც შეგვაერთებს ჩვენ ნატოსთან, შეერთებულ შტატებთან და საქართველოს გადააქცევს ფაქტიურად საომარ-ტარანად რუსეთის წინააღმდეგ და ცოდვის კალოს დაატრიალებს. დაახლოებით ისეც, რაც დატრიალდა უკრაინაში. აი რისკენ მოუწოდებენ ეს ლიბერალი მემარცხენეები, ხმა და მისი მეგობრები და მისი ამხანაგები ფაქტიურად ეს გინდა არ გინდა ასეა ქართულ მშრომელებს და საქართველოს მოსახლეობას. ძალიან სამწუხარო არის რომ ამაზე არ არსებობს სივრცე, სადაც მემარცხენე მოძრაობები და სხვებიც არის იქ, სხვებიც ჩვენ შეიძლება დავასახლოთ ლორდ კიფანიძე მაგალითად მე რომელიცაც პატივს ვცემდი. რა ქვია იმის ახალგაზრდა კაცი არის ლორდ კიფანიძე, მემარცხენე ის რა აუდიტორია 18-ის ლიდერი იყო თავის დროს. მენშევიკები ყოველთვის მენშევიკები იყო. აი ლორდ კიფანიძე გამოდის როგორც ერთ-ერთი ლიდერი აი ამ პროფაშისტური ოპოზიციისა. და მოუწოდებს ხალხს ფაქტიურად მოუწოდებს განახორციელონ ანტიკონსტიტუციური გადატრიალება. ზუსტად ეგრეა, რომ ვერ იქნებიან, ანუ ვერ არიან ლიდერები. ლევანი ქვია, ლევან ლორდ კიფანიძე.
ვერ გაიმარჯვებს ის თუნდაც დაარქვან თავისი სახალხო, აი ხო რაღაცა კონკრეტული ვითომ კლასის წარმომადგენლები არიან ამ შემთხვევაში, ხო ჩვენ პირდაპირ ვამბობთ ჩვენ ვისაც წარმოვადგენთ, ვისი წარმომადგენლობაც გვინდა. ესენი არიან ძიმე ინდუსტრიებში დასაქმებული მუშები, ადამიანები, რომლებსაც პირდაპირ შეეხებათ პირველ რიგში ის, რაც მოხდება თუ ჩვენი უკრაინიზაცია მოხდა. პირდაპირ შეეხებათ ბრძოლის ველზეც, სამუშაო ადგილებზეც და აბსოლუტურად ყველგან. ხო? ისინი ვერ იქნებიან ლიდერები. ხალხი ამ პროცესებში ხალხი ვერ გაიმარჯვებს. არის ყველაზე დიდი ტყუილი და ვისაც მართლა რა ვიცი როგორც თვითონ ამბობენ, ჩემზე მეტი კი აქვს საკითხული კაცო ხა. ჩემზე მეტი აქვს ნამდვილად საკითხული. თვითონ ამბობენ რომ მარქსისტები არიან და ამ ყველაფერს სწორად აანალიზებენ, ხო? მაშინ უნდა უთხრან ამ ხალხს, რომ ისინი ამ პროცესებიდან გამარჯვებულები ვერ გამოვლენ. ისევე როგორც ჩვენ ვერ გამოვალთ გამარჯვებულები, ეხლა რაც არ უნდა მოხდეს. ხო? ნუ ერთ სიტყვით საქართველოში წელს ჩვენ ხედავთ რომ პოლიტიკური სტაბილიზაციის ნიშნები არსებობს, თუმცა ოპოზიცია არ ანებებს თავს დესტაბილიზაციას. აქ ყველა ელოდება ტრამპის თეთრ შესვლას, ტრამპის ადმინისტრაციის პირველ ნაბიჯებს, იქ დაეტყობა უკვე საქართველოს შეეშვება თუ არა შეერთებული შტატები და საქართველოს საერთო, რომელიც აგერ ახლოს არის, შეეშვება თუ არა აი ამ დესტრუქციულ მიზნებს საქართველოში გადატრიალების მოწყობას, მაიდნის მოწყობას, ამას ელოდება ყველა, როგორც ქართული ოცნება, ისე ოპოზიცია და ჩვენ უკვე დაახლოებით ერთი თვეც არ უნდა ამას შევატყობთ სიტუაციას. მე მაინც მგონია რომ პოლიტიკური სტაბილიზაციისკენ წავა საქმე და ქართული ოცნება იძულებული გახდება იმ ზომებზე წავიდეს ეკონომიკის სფეროში, სოციალურ სფეროში, რომელიც მოხსნის საერთოდ პოლიტიკურ სტაბილურობას და პოლიტიკური კრიზისის, რომელიც არსებობს, თავარი მიზეზი, თავარი ნამდვილი მიზეზი არის მაინც სოციალური კრიზისი და ხალხის ძალიან მძიმე შეწირვებული მდგომარეობა. უმძიმესი მდგომარეობა სოფლებში ხალხი არ არის დარჩენილი. მუშა ვისაც მუშაობა შეუძლია, შრომა შეუძლია, არ არის დარჩენილი. ქალები ან თურქეთში არიან, ან იტალიაში არიან, ან საბერძნეთში არიან წასულები. ახალგაზრდა ქალბატონები სოფლებში არ არის, არც ქალაქებში არიან. წასულები არის. ახალგაზრდა ჯანღონის სავსე ხალხი, რომელსაც მუშაობა შეუძლია, მამაკაცები, ასევე წასულები არიან. ან ევროპაში არიან საქურდავად წასული, რომელიც ახლა იქ არ არის, მე მგონი შეიზღუდა ეს ქურდობაც იქა. ან სამუშაოდ არიან წასული თურქეთში, ჩაისკრეფენ და მუშაობენ ძირითადად აი რუსეთში მუშაობენ ძალიან ბევრი და მამაკაცები. ხო, საბერძნეთშიც არის გარკვეული სამუშაო, იტალიაში მუშაობენ არალეგალურად, მაგალითად. გერმანიაშიც მუშაობენ, ბევრი არალეგალურად. პოლონეთში მუშაობენ, ჩეხეთში მუშაობენ. ყველა კი არ ქურდობს იქ. აი ხალხი არ არის დარჩენილი სოფლებში, უმძიმესი მდგომარეობა და მათი ხარჯითაა საქართველოს იმ ქალბატონების ხარჯით, აი ვინც დავასახელე, ისინი აგზავნიან ხელფასებს და ოჯახებს ამით ინახავენ საქართველოში. ამით არის შენახული, ისინი ინახავენ საქართველოს. რამდენი მილიარდია შემოსავალი ფულად იგზავნილები ევროპიდან. რამდენი მილიარდამდე აი ასეულობით მილიონი არის რუსეთიდან, ასეულობით მილიონი არის ევროპიდან, ჯამში, შეერთებული შტატებიდან გადმოგზავნილი. ამითია შენახული ოჯახები. ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი კი არ არის ეს, რომ საქართველოში დარჩა კიდევ ოჯახები საერთოდ და შიმშილით არ აუწყდა ხალხი. ამას უნდა მიხედოს ქართულმა ოცნებამ და მერე მოიხსნება ეს პრობლემები, არიან მიმხედვარე ამისი? ამისთვის მოვიდნენ პარლამენტში? ნახავთ კი ბატონო. მე ეჭვება ძალიან. იმიტომ რომ არ არიან მიმხედვარე და მაგისთვის გვჭირდება ზუსტად რაღაცა სხვა ახალი ძალა, რომელიც პირდაპირ დააყენებს ამ საკითხებს, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ხო? მიმხედვარე რო ყოფილიყვენ, მიხედავთ. და ერთი მომენტია, საგარეო პოლიტიკა ახლა ჩვენი პარტია გამოდის, რომ რუსეთთან აღდგეს ნორმალური ურთიერთობები, ხო? როგორია ახლა ყველაზე დიდი ქვეყანა ამხელა სიმდიდრის, ამხელა ბირთვული სახელმწიფო გვერდითაა. უდიდეს საზღვარი გაქვს. და შრომითი რესურსები შეხიზნულია ხალხი, უმდიდრესი ქვეყანა, საიდანაც ზიაფად შეიძლება ყველაფრის მიღება, რა, მასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს. აქედან გამომდინარე გვინდა პირველ რიგში ჩვენ რომ ჩვენი ეკონომიკა აღვადგინოთ და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე გვინდა ეს. ქართულ ოცნებას სხვა გზა არ აქვს.
გარდა იმისა, რომ BRICS-ი რასაც ახსენებ და სხვა ალტერნატიული გაერთიანებები იმ ევროკავშირისა, იმ დასავლურისა, აი იმ ალტერნატიული გაერთიანებებში არის ჩვენი პერსპექტივა 3+3. ეკონომიკური პერსპექტივა პირველ რიგში და ქართული ოცნება იძულებული გახდება, რომ ეს ნაბიჯი გადადგეს. უნდა ვაიძულოთ ყოველ შემთხვევაში, თუ არ გახდება იძულებული. მოკლედ, ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ, მრავალ ახალ წელს გისურვებთ, მშობას გილოცავთ. იმედია, რომ ახალი წელი იქნება ბევრად უკეთესი ჩვენთვის, თუმცა სამწუხაროდ ისევ ამას ოპტიმისტურად ვერ ოპტიმიზმის საშუალებას არ გვაძლევს განვითარებული მოვლენები. ალბათ ძიმე წელი იქნება და ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია რომ მეტად მომზადებული შევხვდეთ, მეტად შევამჭიდროოთ როგორც სიტყვიან რიგები და დავაყენოთ მართლაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესები პირველ რიგში და არ ავყვეთ ლურჯი და მწვანე თუ რაფერიც არის დროშების ტრიალს. ჩვენი სტუმარი იყო თემურ ფიფია, პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გავლობთ. კარგად ზანდებოდეთ.